არც მეტი, არც ნაკლები ჰავაიზე ვარ, ძალიან მესირება, მართლა. აი ვიღაცები წეროთი ჰავაიზე ვარ, არ ჯერა მეც, რავი. ანაკრანე და მუშტი. ან არ ვიცი ნუ მოკლედ რა, ძალიან ბედნიერი ვარ თქვა. არც ვიცი როგორ ვარ, იმიტომ რომ არ ველოდებოდი იმას, რომ ჰავაიზე აღმოჩნდებოდი ეხლა რა. ამ ტრიპში და საერთოდ ნუ ეხავდი რომ ბარემ დასავლეთში ვიყავ ამერიკის მეთქი რაღა გადავდო წავალ თქო და $175 და სადღაც ეგრე ბიბლიოთეკის საფასკოდან ერთი გზა ჯერჯერობით ნახოთ რამდენად გამოვა რომ სხვა კუნძულებს გადავიდე ხო ვარ თავარ კუნძულზე სადაც არის ჰონოლულუ სადაა ის კი არის ჰონოლულუზე ვარ მეგობრებო კაია მოკლედ ანუ ვეცდები რომ ყველაფერი გადავიღო მაქსიმალურად კამერაში რამდენიც არ ვიცი მაგრამ წვიმს რა ჰავაიზის თუ იწვიმდა ეს ეგეთი ამბებიდან თუ სამფრანცისკოში ძალიან იშვიათი არის წვიმა და იქაც წვიმა იყო აქაც ამოვიდა წვიმა მაგრამ იმედია სულფერ დროებითია მოვედით სასტუმროსთან ეხლაც ფაჟიდან ჩანდეთ რატო გადავიღე არ ვიცი პირველში უნდა აღნიშნოს ის რომ ეს ჰონოლულუსადაც ვარ ჩვეულებრივი აი რა ვიცი აი ამერიკული ქალაქი არის იმ მხრივ რომ აი მაღაზიები და ინფრასტრუქტურა ეს სათამბჯენები და შემდეგ ჩვეულებრივ ქალაქის ამბავი არის რა აი როგორც ჩანს დავსებული არის ტურისტებით Really? Yeah, we'll do so man. Honolulu, მოდი თქვათ რომ Honolulu დავუძაფოთ. წვიმა იყო მაგრამ ხო როგორც ხედავთ აღარ არის წვიმა და ძალიან მისაღები ამინდი არის ტემპერატურა სოროჩი რო თავს კარგად ხსნობა და ყველაზე უნიკალური რაც არის ამინდის პროგნოზს რო შეხედო არის ერთი კვირის განმავლობაში თითქმის ეს და იგივე ტემპერატურა დღისას და ღამითაც რო ღამით არის მინიმუმ რაღაცა 18 გრადუსი და დღისით +26 გრადუსი ახალი სეზონია რა ეხლა ვიმყოფებით ვაიკიკის სანაპიროზე, რომელიც ყველაზე ცნობილი სანაპირო არის ჰონოლულუზე.
და ნუ ვოლც აღამოა. მაგრამ გამოვიდი გარეთ, რომ გავჩვენოთ რა ხდება აქ. ალბათ რთული არის კაფე ბარებითა თუ სხვადასხვა მაღაზიებით. აქ ვთქვათ ისიც რომ 8 ძირითადი კუნძული არის ჰავაიში. როდესაც პატარა და პაწუები და პატარა რიფების და ქვების კუნძულები თუ 117 არის. და ჰონოლულუ არის ერთადერთი ქალაქი, სადაც აი რა ვიცი, ყველაფერი რაც კი შეიძლება თქვა ნახო ნიუ-იორკში, ძირითადი მაღაზიები თუ სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები ნახავ აქაც რა. ძირითადად მეორე ჰავაიზე ჰონოლულუში ვარ. ვაიკიკის სანაპიროზე. და ვეცდები რომ უფრო ლამაზად ადგილას წავიდე ვიდრე ახლა ვარ. მაგრამ აგაურებოდ არის ჰავაი მეგობრებო. არ წამოგორდეთ ავტობუსის გაჩერებაზე. აი გიშენ. ისე მაგრამ რომ დააკვირდე როგორი უცნაურობები შეიძლება შეგვიძლია სხვა ქვეყანაში თუ სხვა კულტურაში რომ არ წამოწვა ავტობუსის გაჩერებაზე. რავი, რას არშვებია ჩვენ. ავტობუსის გაჩერებაზე წოლი არის ადამიანი, ვისაც გინახავთ დააკომენტარეთ. მინდა კიდე აღვნიშნო რა შეცდომას დაუშვი და სამომავლოდ გასათვალისწინებელია რა. ეს შეცდომა დაუშვი მოყოლებული ისლანდიაში, უბრალოდ ისე დროს ჩავედი რომ მანქანას არ ვიქირავდი, მაგრამ აი მარტოს რომ მარტოს რო წახვიდე თქვა მე თუ წავა და მეც რო მარტო ვიყავი და ეგის რო დაბრკოლება რომ აი იწეწები და ასე ნუ რა თქმა უნდა კაია როცა ორი ტიპი მიდიხართ ეგრე მაგრამ აი მარტოს რო წახვიდე ძალიან ჯობია როცა ეგეთ კუნძულზე და ისეთ ადგილას მიდიხარ სადაც თქვა ყოველთვის ვერ წახვალ რომ მანქანა იქირაო რა. აქაც შევცდი რომ მანქანა არ ვიქირავე. იმიტომ რომ ელემენტარულად ხა ავტობუსს ჯერ ველოდები 20 წუთია. მე რას მეფზე ვნახე 2 საათი უნდა 2 გადაждდობით მისვლას არც ეს შორს აქედან. და ნუ ეგეთ ამბებში ძალიან ხილს უკან რა. თორე ხა იდეალურია როცა ჩამოდიხარ აქ, თან ისვენებ, თან მანქანის ყავს ნაქირავები და ასე შემდეგ. კაია ეგ გავიგეთ, მაგრამ როცა ბიუჯეტურად მოდიხარ, ჯობია რომ აი რამოდენიმე დღე გაიჭირო. ეხა ერთი კვირა და 5 დღე არა, მაგრამ რამოდენიმე დღეში ძალიან კარგად ნახავ თქვა მანქანით აქაურობას და მანქანაში წააპლაც კარტო რა. ჩემი აზრი არის ესეთი. მაგრამ ეხა ამ შეცდომას გამოვასწორებ შემდეგ კუნძულზე, მაუიზე როცა წავალ უეჭველი და მანქანას ვიქირავებ და გამოვა დახოვთ იგივე ფაში, რა ფაშიც უნდა გადამეხადა ჰოსტელში და თან უფრო კომპაქტურად და კარგად ნახავ მეტ ადგილებს რა. თორე აი ეხა ეს ცოტა მერთულება რომ აი ხა ველოდები ამდენი ხანი, მე ხანისაში მე უკან წამოდა რა ნახო მაქსიმუმ კიდე დღეს რამდენი ადგილი უნდა ნახო, მაგრამ ის ხო არ არის. ჰავაიზე ორ ცოტა ხომ დავისვენო. ნახო 2 ადგილიდან ნუ არ ღირს რა. არ ღირს რა, ჯობია რომ წახვიდე მანქანით. ეს არის ჩემი რჩევა ჩემს 32 subscribers. ისეთ ჩვენი ადგილას აღმოჩნდი გზად იმ სანაპიროსკენ რომ სანაპიროზეც მინდა რომ აი ახლა რიგი არის просто პლაჟი შემსრულ თათვის რა. Let's go selfie. We have to go. ლავაზია რა. ძალიან კაი. ეს თუ ჩავ.
არემ ერთი ორი სიტყვა ვთქვათ. ჩემს ჰავა ამზო წყალი ოდნავ ცივია. Slippers fell off? მაგრამ ეს არის თქმაც მინდა არის ის რომ აი ბევრი ფიქრი იყო ჩემს თავში თუნდაც რომ აი ხა რამდენად ფინანსურად ვიყავი მზად რომ წამოსულიყავი აქ რამდენად თქვა სხვა რამისთვის ხო არ შეიძლება და ეს ფული გადამედ და ასე შემდეგ რა ну ამ ყველაფერში ხელი შემიწყო იმა რომ გადაწყვეტილი მოხდა 2 თვე დავრჩე ამერიკაში და წავიმუშაო და ცოტა თავმოვა მაგ მაგრამ ეგრეც რომ არ იყოს აი ძალიან კაია არ ვიცი ხა რეალურად რა შეიძლება რომ ამაზე კარგი ხარჯი გაწიო რა და რა ვიცი ცხოვრება ზოგადად ბევრი სიურპრიზებით არის სავსე იქნება გამომდინარე რომ საერთოდ არ ველოდებოდი ეხა მით უმეტეს ჰავაიზე თუ აღმოჩნდებოდი მაგრამ ნუ ხდება რა და ბედნიერია ძალიან მინდა რომ ვინმე თუ ნახავს ამ ვიდეოს ყველა უცნობის ახდენა ჰავაიზე წასვლა იქნება თუ სხვა უსულო და დარწმუნებული ვარ სწორი ნაბიჯებით და ღმერთის წყალობით რა თქმა უნდა ყველაფერი გამოსვლადია და ასე რომ გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს თუ კი მინახავს ჩემების გარდა ამ ვიდეოს რა ასე რომ ეხა ცოტა ხანი ვინებიურებ ცოტა ხანი კი არა ახლა ხუთო გავჩერდე და აი კარპე დiem რაც ქვია უნდა ვიცადო რომ წამი დავიჭირო რა დროებით მოკლედ გებრიელ ვინებიურე ავიშვენე მივიდე სიამოვნება აქ ყოფნობისგან ოდეგით რაღაცა არის რომ სამსაკლი ეგ 15 წუთი და გამოაცხადეს დაახლოებით 20-25 წუთი ადრე რომ 3 საათზე იკეტება მოკლედ პლაჟიო და ხალხი მინდა აიბარგა და ემზადება რომ წავიდეთ და მეც ნუ მიწევს რა თქმა უნდა მეც ხალხის მასაში შევდივარ აი ეს ალპაში შევდივარ და ეხლა მოკლედ ზემაც შეიცვალა და უფრო ლამაზი ფერები დაიშალა და მინდა რომ წასვლისინ შევოლო კამერით თვალი აკავრებას რა